9 აპრილი არის მე ვიტყოდი გარდამტეხი მომენტი, საკურველია ჩვენს უახლოეს ისტორიაში. რა იყო მთავარი წინააღმდეგობის მიზეზი? ქართულმა ეროვნულმა მოძრაობამ მე ვფიქრობ მართლა რომ ძალიან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ მე საერთოდ მთელი კავშირიც საბოლოო ჯამში დაინგრა. აი ეს პროცესი რომელიც 9 აპრილამდე მიდის, არის 14 აპრილი. არა მარტო ჩვენთვის განსაკუთრებული მოვლენა საქართველოსათვის, არამედ მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო პირველი დიდი მშვიდობიანი მანიფესტაცია, რომელსაც მიაღწია შედეგს. ეხლა ზუსტად იგივე მეთოდებით იცი რა არის, აი ეს არა მხოლოდ აზროვნება დარჩა იმ პერიოდისა, არამედ მექანიზმების, რომელსაც იყენებენ. იყო თუ არა რეალურად ჩანს იმის, რომ აი ეს ჩარხი ეს რეალურად იყო და სხვა გზით წავსულიყავი. იყო რასაკვირველია, უთხოვოდ იყო, რომ საერთოდ ქართველებს რო გქონდეს დიალოგის კულტურა. გამარჯობა. ეს დერეფანია, კვლავ ჩვენს პოდკასტს უყურებთ და დერეფანის მე-13 ეპიზოდი 9 აპრილს გადის. 9 აპრილის ეპიზოდი გადავწყვიტეთ, რომ მივუძღვნათ არა მხოლოდ ამ უმნიშვნელოვანეს, კონტროვერსიულ, ბევრწახნაგოვან მოვლენას, რაც საქართველოს ისტორიაში, რაც 1999 წლის 9 აპრილია, არამედ ვილაპარაკოთ ზოგადად იმ პერიოდზე, იმ ვითარებაზე, იმ მოძრაობებზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალგაზრდების და სტუდენტების როლზე იმ პროცესებში, რომელსაც ქართული რეალობა მაშინ შექმნა. მაშასე მე-13 ეპიზოდი გამორჩევა აგრეთვე იმითაც, რომ გამორჩეული სტუმარი ყავს. ამ ყველაფერზე ვილაპარაკებთ, ბევრი რეგალიით შემიძლია წარგადგინო, ამიტომ უბრალოდ ისე წარგადგენ ლაშა ბაქრაძესთან. ისტორიკოსთან, ლიტერატურცოდნესთან, პოლიტიკოსთანაც, ბევრ სხვა წახნაგოვან ადამიანთან, პირველ რიგში როგორც მონაწილესთან ამ პროცესების, აი პროცესების, რაც 80 წლების საქართველოში ვითარდება და შემდეგ და ადამიანთან, რომელსაც შეუძლია ეს ყველაფერი აგრეთვე პროფესიიდან გამომდინარე სწორად გაანალიზოს. მადლობა რომ ჩვენი სტუმარი ხარ. მადლობა დაბადიჯებისათვის. აქვე სანამ დავიწყებთ საუბარს, გეტყვით კიდევ ერთხელ რომ გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, დაალაიქეთ და მოგწერეთ თქვენი კითხვები თუ სურვილები კომენტარებში, იმისთვის რომ კიდე გავაუმჯობესოთ ეს ყველაფერი. ლაშა, 9 აპრილი არის რაღაცეების შედეგი, რაღაც პროცესების და მოვლენების შედეგი და 9 აპრილმა შემდეგ ბევრი რამე განსაზღვრა საქართველოს ისტორიაში. შენი აი ყველაზე ესეთი პირველი შეფასება ემოციურად რაც მოგდის თავში რა არის, როგორ შეაფასებდი 9 აპრილის მნიშვნელობას? 9 აპრილი არის მე ვიტყოდი გარდამტეხი მომენტი, საკურველია ჩვენს უახლოეს ისტორიაში, როდესაც ქართველმა ხალხმა აჩვენა, რომ მას შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა და თავდადებას რაღაცა მიზნებისათვის და ეს მიზანი ასაკურველია საბოლოო ჯამში იყო. მთელი ამ საბჭოთა პერიოდის განმავლობაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მიზანი არსებობდა, რომ საქართველო ყოფილიყო დამოუკიდებელი. ზოგჯერ ეს ჩანდა, ზოგჯერ ნაკლებად. უნდა ვთქვა, რომ აქტიურად მონაწილეობას არ ვიღებდი, იმიტომ რომ ამ დროს მე ვსწავლობდი გდრ-ში, მიუხედავად იმისა, რომ აი იური როსტმა რო გამოაქვეყნა მალადიოშ გრუზიაში ეს სურათები, რომელიც მე ეს ნომერი საერთოდ გაანადგურეს, მაგრამ რაღაცა გარკვეული ნომრების რაოდენობა უკვე სტამბიდან გარეთ გამოვიდა და მაშინ ჩემმა მშობლებმა გამომიგზავნეს იანაში, სადაც ვსწავლობდი ეს გაზეთი და იქ იყო დაფა მითომ, ესეც სოციალისტური ქვეყანა იყო, სრული დიქტატურა, დაფა, სადაც ყველაფერს გავკრა შეიძლებოდა, გავაკარი რაღაც ტექსტი დაურთე, რა მოხდა თბილისში, იმიტომ რომ ამის შესახებ რასაკვირველია გედრ-ში არავინ არ ლაპარაკობდა და ერთ-ერთი მორიგი შეხვედრა მქონდა ამის შემდეგ უცხოეთის განყოფილებას. უცხოეთის განყოფილება იყო შტაზი. ხო, შტაზი. იმიტომ რომ სულ მინდა და იქნებ მოახერხო ერთხელ, აი სულ მაინტერესებს შტაზისა და საბჭოთა სტუდენტების ურთიერთობის შესახებ რა არსებობს, იმიტომ რომ ჩემი საზრით კგბ-სა და შტაზის შორის შეიძლება სიტყვიერი მოლაპარაკება არსებობდა, რომ აი ვთქვათ შტაზი არ აკეთებდა ხოლმე არ მუშაობდა საბჭოთა სტუდენტებთან, ჩემი საზრით არ ვიცი, მაგრამ შემოწმება უნდა, ამიტომაც არქივებში მინდა ვიმუშაობ, მაგრამ ჩემდა გასაკვირად 35 წელი გავიდა და არავის არ უმუშავი ამ თემაზე, რომ არ ხდებოდა მათი გადაბირება, როგორც მაგალითად სხვა სტუდენტებისა, ხო?
ხო და დამე მუქნერო საერთოდ გამაგდებდნენ ამ შეხვედრაზე უნივერსიტეტიდან, იმიტომ რომ ასეთ ანტისაბჭოთა თან საინტერესო რა არის, იცი რომ GDR-ში ამ დროს არ მოსწონთ გორბაჩოვი და საბჭოთა ხელმძღვანელობა, მაგრამ ეს მაინც ანტისაბჭოთა გამოსვლად ჩათვალეს და მე ფაქტობრივად შემიძლია ვთქვა, რომ დიპლომს არ მომცემდნენ. იმიტომ რომ ეს ბოლო წელი იყო და დიპლომი 29-ში ამიღო. და გადამარჩინა შეიძლება იმან რომ მე დაიწყო მოგეხსენება პეკინში დიდი გამოსვლები და მთელი ყურადღება გადავიდა პეკინისკენ და 9 აპრილში ჩაიფარცხა ჩინეთის სტუდენტებიც ჩინელი სტუდენტებიც იყვნენ მაშინ ხო ჩინელი სტუდენტები არ იყვნენ ეგ არის ჩინელი სტუდენტები არ იყვნენ და მე არ მინახავს ყოველ შემთხვევაში რა ვქია და არ იყო ხო იცით კაი ურთიერთობა სოციალისტურ ჩინეთსა და საბჭოთა გავლენის ქვეშ მყოფ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ხო და ეს იყო ასე ვთქვათ ეს კავშირი რაღაცა ამ 9 აპრილთან მაგრამ თავისთავად ეხა 9 აპრილი არის ერთ-ერთი უნიშნულოვანესი მოვლენა რომელმაც შეიძლება კიდე ეხა გულახდილები რომ იყოთ გარკვეული რადიკალიზაციაც გამოიწვია საქართველოში აი ამ დაპირისპირებისა კომუნისტურ ხელისუფლებას მოსკოვსა და საქართველოს და თავისუფლად მოაზროვნე საქართველოს შორის მაგრამ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და მე ვიტყოდი აი ახლა 9 აპრილთან დაკავშირებით ბერლინშიაც უნდა ვისაუბრო და ახლა ვფიქრობ რომ აი როგორ უნდა მივაწოდო თქვა უცხოელებს მე ვფიქრობ მაშინ სხვათა შორის ასე ფიქრობდნენ აი შემდგომ პერიოდში როდესაც ამასთან დაკავშირებით მიდიოდა ფიქრი და განსჯა რომ არა ეს თქვათ ქართული ეროვნული მოძრაობა, რომელსაც ძალიან დიდი როლი ითამაშა საერთოდ საბჭოურ ამბავში, სრულიად შესაძლებელი იქნებოდა, შესაძლებელი რომ აი ვთქვათ სამი ბალტიის ქვეყნის გასვლა საბჭოთა კავშირიდან რაღაცნაირად მიეღოთ, იმიტომ რომ მთელი დასავლეთი აი ამ სამ რესპუბლიკისადმი იურიდიული სტატუსით, ათი რა ქვია რომ ისინი ოკუპირებულები იყვნენ და ისინი საბჭოთა რესპუბლიკები გახდნენ, ეს არ იყო აღიარებული დასავლეთში. განსხვავებით ჩვენ რომ ახლა არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ნომინალურად რასაკვირველია უკვე ოკუპირებული საქართველო იყო ერთ-ერთი ტრანსკავკასიის ან ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის გავლით იყო დამფუძნებელი საბჭოთა კავშირისა. ხო? და ამიტომაც შესაძლებელია რომ აი ეს მომხდარიყო რომ გასულიყო ბალტიის ქვეყნები და დანარჩენ საბჭოთა აი ქართულმა ეროვნულმა მოძრაობამ მე ვფიქრობ მართლა რომ ძალიან დიდი როლი ითამაშა იმაში რომ მე საერთოდ მთელი კავშირიც საბოლოო ჯამში დაინგრა, იმიტომ რომ ეს ეხლა რომ გონია რომ დაინგრეოდა 99-ში მაგალითად თუნდაც 90-ში ეს ესე თავისთავად ცხადად კი არ ჩანდა რომ ეს ყველაფერი დაინგრევა და რომ ამას მომავალი არა. საინტერესოა რა, პოსტფაქტუმ შეხედულებად. იმ მომენტში განცდა შენ როგორც რაღაცა ერთ ქართულ სტუდენტს, კიდე. ეხლა წარმოიდგინეთ, რა ვქია, წარმოიდგინეთ რომ აზანზარებს ჯერ კიდევ საბჭოთა კი ვიცით რა ქვია თუნდაც იგივე საქართველოში უკვე მე ჩემი თეორია მაქვს რომ აი 56 წელს დახვრიტეს ჩვენთან უნდა ითქვას პროსტალინისტური დიდი დემონსტრაცია მიტინგი ამის შემდეგ მე ვფიქრობ რომ აი ფაქტობრივად დასაფლავდა საბჭოთა კავშირში აი ამ საბჭოთა კავშირისთან რაღაცა გარკვეული ნდობა რომელიც შესაძლებელია კიდევ ძლიერი იყო და საერთოდ ამ კომუნიზმისაგან და ეხლა ჩემ მე როცა ვიყავ ბავშვი და ახალგაზრდა იმ დროს ან სტუდენტი აქ ხო ყველაფერი უკვე ძალიან გახრწნილი იყო მთელი საბჭოთა კავშირი გახრწნილი იყო მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე გახრწნილი რესპუბლიკა იყო საქართველო ხო და აქ იყო ნუ კარიერისტები ცავსე რასაკვირველია კომუნისტურ პარტიაში შედიოდნენ იმისათვის რომ კარიერა გაიკეთებინა და უკეთესად ეცხოვრათ მაგრამ ამავე დროს დასცინოდნენ კომუნისტს და ანეკდოტებს ყვებოდნენ და ასე შეიძლება მოგეჩვენოთ რომ თითქოს ამაში რაღაცა კარგია ისე როგორც აი ვთქვათ რომ საქართველოში ძალიან ძლიერი იყო ჩრდილოვანი ეკონომიკა და ასე რესპუბლიკა და ესეთი რაღაც გაფრები მაგრამ იყო ტოტალურად გახრწნილი საზოგადოება რა უნდა ითქვას აი ამ საბჭოთა კავშირმა გახრწნა და აქედანაც ჩვენს ძალიან
ესე იგი კმაყოფილები ვიყავით აი ამ გახრწნილობით. ხო, აი საერთოდ შესაძლებელია რა, კიდე რომელი ჯობდა, რომ მართლა გჯეროდეს იმ ტოტალიტარული იდეის თუ აი ისეთ დამოკიდებულება ქონდა, როგორც აქ იყო. კი, და თან ეხა მეც ხშირად მithქვამს, ეხა საქართველოს შედარებით უფრო ნაკლები იყო თქვათ იგივე ცენზურა. რაღაც საქართველოში კინოში შეიძლებოდა გადაგეღო ისეთი ფილმი, რომელსაც ძალიან გაგიჭირდებოდა შეიძლება გადაღება იმდენად არ გაგჭირებოდა, ამდენადაც ეკრანებზე გამოშვება. რა მაგის მიზეზი შეიძლება? გარკვეულწილად აი რაღაცნაირად საზოგადოებრივი ხელშეკრულება არ არსებობდა რასაკვირველია, მაგრამ თითქოს და ამის გავსი არსებობდა, რომ აი იცოდა კომუნისტურმა რეჟიმმა, რომ რაღაცა გარკვეული ცოტათი უფრო თავისუფლებები უნდა დაეშვა და მეორე მხრივ საზოგადოების აი ინტელექტუალურმა ნაწილმაც იცოდა აი სადამდე შეიძლებოდა მისვლა. ეხლა გამონაკლისები რო იყვნენ თავისთავად ცხადია და იყო რასაკვირველია, მაგრამ ძირითად ნაწილში ცხადი იყო, რომ აი თქვა ამის თქმა შეიძლება, ამის თქმა არ შეიძლება. ხო? სხვაგანაც ასე იყო, მაგრამ ჩვენთან იყო ცოტათი უფრო მეტის გამოხატვის საშუალება არსებობდა. ეხლა ისე კარგად არ ვიცნობ ბალტიის ქვეყნებს, მაგრამ იქნებოდა იქაც ბალტიის ქვეყნებშიც ასე დარწმუნებული ვარ. ეს არ იყო რაღაცა მარტო საქართველოსთვის გამონაკლისი, საქართველოს მაინც ცოტათი განსხვავებული იყო. ეხლა რესპუბლიკები განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, ხომ მე ბევრს ვფიქრობ ხოლმე აი როგორ გაგრძელდა რუსეთის იმპერიის დროინდელი კოლონიალიზმის ისტორია საბჭოთა კავშირის შიგნით, რომელიც ამ ინტერნაციონალიზმს ქადაგებდა და ასე შემდეგ. და ეხლა თუ კოლონიის კლასიკურ გაგებას არ ვიყოთ შუა აზიის რესპუბლიკები, ხო აბსოლუტური კოლონია რესურსის ბაზა, საიდანაც აი ხდება გატანა ყველაფრის, რაც მათ არის, იყო გაზიც, ნავთიც, ბამბაც და ყველაფერი. ხო, მართალია, ის კლასიკური კოლონიალიზმი. ხო, აქ ცოტათი შეიძლება სხვანაირად იყო. აქაც იგივე იყო, ისე როგორც აი მაგალითისათვის ძალიან ნიშანდობლივი და საინტერესოა, რომ თქვა საქართველოში არსებობდა 56 წლის მარტის მოვლენების შემდეგ მანამდე ასე ვთქვათ ცენტრი ენდობოდა ქართველ კომუნისტებს და 56 წლის ზაფხულიდან აქ მეორე მდივნის თანამდებობა მანამდეც არსებობდა, მაგრამ მანამდე ქართველები იყვნენ. რუსი არ იყო მანამდე. მანამდე არც ერთი რუსი არ იყო. და აი რუსი არის. ოღონდ რუსი ისეთი კი არა, რა ქვია, რომ საქართველოში გაზრდილი და დაბადებული. არა, ნამდვილად სადღაც ციმბირიდან ჩამოსული რუსი. და აი ეს მეორე სხვათა შორის ბალტიელებს აქვს ამასთან დაკავშირებით გამოკვლევები საქართველოში არ მოხდა, ეხლა ვიღარს გამოვიკლოთ, ეგ თემაც მაინტერესებდა და დრო არ მაქვს ხოლმე. აი საქართველოში ამ სპეციფიკა ქონდა თუ არა, ხო? მაგრამ აი იგივე შუა აზიის რესპუბლიკებში არამც თუ მეორე მდივანი, ძალიან ხშირად პირველი მდივანიც კი იყო ხოლმე რუსი. აი მაგალითად დიდი ბოლშევიკი რომელსაც თქვა დარჩენჩინს დაუმდაბლებს და ანუ შეიძლება რუსი და თქვა სომეხი ყაზახეთში თქვა და ასე შემდეგ. ანუ არა იქაური რა. ეს კონტროლის მექანიზმი იყო გარკვეულწილად. აი მაგალითად საქართველოში უნიშნულოვანეს მომენტში საქართველოს ისტორიისა, რომელიც ასევე მე ვიტყოდი არამც თუ მარტო გასახსენებელი, არამედ ბევრად უფრო მეტი უნდა ვილაპარაკო და 14 აპრილს. კი, აუცილებლად მაგაზე. 14 აპრილს კოლბინი იყო მეორე მდივანი და უკვე მაშინ ძალიან ბევრი საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ ხაზზე მოსკოვთან იყო მუდმივად კოლბინი. როცა ესეთი სპეციფიკური სიტუაცია იქნებოდა, ეხლა შევარდნაძეზე შეიძლება მოსკოვისათვის უფრო მისაღები ძალიან ძნელი წარმოსადგენელი იყო ადამიანი, მაგრამ ქართველი იყო მაინცა და ამიტომაც მათ ჭირდებოდათ ვიღაცა რუსი, შეგვიძლია ვთქვათ ნამესნიკი. ხო. თალსახად ეგ არის. ხო. რომელიც ნამდვილ ინფორმაციას მიაწვდიდა მოსკოვს. და მაშინ იყო ამასთან დაკავშირებით 14 აპრილს საუბარი, აი არ ვიცი სამწუხაროდ არის მე მინახავს ყოველ შემთხვევაში მარტო აი ეს მომენტი შევარდნაძე როცა ამბობს რომ ენის პარაგრაფი ისევე დარჩება როგორც იყო წინა კონსტიტუციაში, რაც იყო მოთხოვნა და აი მანამდე და ეს ძალიან იშვიათი იყო ხო მაშინ ტელევიზიაში ლაივი ხო და მანამდე მთელი ეს სიტყვა გადაეცემოდა ეს უმაღლესი საბჭოს სხდომა სრულად გადაეცემოდა ტელევიზიით და რო უყურებდი ამას ხედავდი რომ
ჯერ ერთი ძალიან წელავდა შევარდნაძე თავის სიტყვას, რომ აი მოსკოვში გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ, რომ ესვრიან თუ დატოვებენ ამ პროცესში ხდება ეს. და ძალიან ხშირად ჩანდა, რომ როცა ლაპარაკობდა, რომ მასთან მიაქვთ ტრიბუნასთან, მიაქვთ რაღაცა პატარა ფურცელი, რომელსაც ის პაუზას აკეთებდა ხოლმე, კითხულობდა ძალიან მოკლედ ეწერა რაღაცა ტექსტი, რომ ახდება ქუჩაში, რას ამბობს მოსკოვი. ხო? და მე განაგრძობდა ესევ თავის სიტყვას. ხო და ასე რომ ეს კოლბინი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და კოლბინი კიდე იმიტომ გამახსენდა არა მხოლოდ 14 აპრილში რომ გარკვეული როლი და ამ შემთხვევაში დადებითი როლი აქვს ნათამაშები, არამედ მერე კოლბინი უკვე გორბაჩოვის დროს გაუშვეს ყაზახეთის პირველ მდივნად. და პირველი დიდი გამოსვლები აი გორბაჩოვის დროს ხდება ყაზახეთში როგორ თუ კოლბინს ვინიშნავთო ყაზახი არ მოიძებნა ერთი რა ქვია კარგი კომუნისტი ყაზახი უნაევი იყო თუ არა ვცდები თუ არ მეშლება ყაზახეთის პირველი მდივანი და ის მოხსნეს და აი ეს კოლბინის დანიშნვა უნდა და მე მოსკოვი იძულებული იყო უარი ეთქვა ამაზე ახლა იმიტომ დიდი გამოსვლები იყო ამასთან დაკავშირებით ხო მნიშვნელოვანი ამბავი ახსენე ერთი რომ ძალიან საინტერესოა 56 წელს ამ მიმართებაში რასაც ამბობ მაგრამ 56 წლის მერე მე მგონი აი ამ პროცესების უფრო დაბადება რაც არის ეროვნული მოძრაობა და აი ის პროცესი რომელიც 9 აპრილამდე მიდის არის 14 აპრილის მომენტი და 14 აპრილი არის არა მარტო ჩვენი ისტორიისათვის ისე მე მინდა ხოლმე ცოტა უფრო აი საერთო საბჭოურ მასშტაბითაც დავინახოთ არა მარტო ჩვენთვის განსაკუთრებული მოვლენა საქართველოსათვის არამედ მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს იყო პირველი და გორბაჩოვამდე ყოველ შემთხვევაში უკანასკნელი დიდი მშვიდობიანი მანიფესტაცია რომელსაც მიაღწია შედეგს და რომელიც არ დაისაჯა როგორც ყოველთვის ხო ასეთი გამოცდილება არ არსებობდა ეხლა მე მაგალითად 78 პატარა ვიყავი, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს, იმიტომ ძალიან შთამბეჭდავი იყო, რაც ხდებოდა წინა პერიოდშიც, მამაჩემი ძალიან აქტიურ მონაწილეობას იღებდა ამ პროცესებში. ხო, ძალიან აქტიურ, იმიტომ ეხლა მართლაც აი ჩვენთან უამრავი ხალხი მოდიოდა მაშინ და იყო დიდი მსჯელობა, რომ რა შეიძლება გაკეთდეს, ხო? მათ შორის აქტიური სტუდენტებიცა და ასე შემდეგ მამაც ჩემს ყოველთვის ადგანს ლექციებს კითხულობდა უნივერსიტეტში, რომელსაც თავის დიდი პრობლემები ჰქონდა და ყოველთვის კრძალავდნენ და მე ისევ დაუშვებდნენ ხოლმე, როდესაც პროტესტები იყო. თან ეს იყო ლექციები, რომელიც არ იყო მარტო სტუდენტებისთვის, როგორც მე ეს იყო რაღაც ლექცია, რომელიც ითვლებოდა რაღაც დიდ ამბავად ამ ქალაქში. კი, აბსოლუტურად. აი მართლა სრულიად გამონაკლისი ამბავი ვიყავ, დღეს სტუდენტი ვერ წარმოიდგენს იმას, უბრალოდ რა ხდებოდა, იმიტომ რომ არ აინტერესებდა ეზარებათ ლექციაზე სიარული ზოგჯერ მართლა ეხა ადგილობრივებზე ვაფერებ თქვა უცხოეთიდან ისეთი ხალხი ჩამოდის რომელსაც ვერც კი ვინატრებდით სადღაც აი თუნდაც რა ვიცი 20 წლის წინ ხო და ხედავ რომ აი ვინ ესწრება ამას ახალგაზრდა არ ესწრება არაფერი და ეხა ესე რომ მოყვეს კაცმა მაგალითად ის რომ მამაჩემის იმდენად სავსე იყო ხოლმე დარბაზი რომ არ ჩანდა და ჯერ მაგიდაზე იდგა მაგალითად და მე რა ქვია მაგიდაზე სკამს დგავდნენ ხოლმე გამოჩენილი იყო და ყველას მაგარგოდა ფეხებში სტუდენტებში და სკამზე რა ხო აი ეხლა ვერანაირად ვერ წამოიდგენ ხო და სამწუხაროდ ფოტოც კი არ არსებობს ისე როგორც მაგალითად ეხლა ამაზე დამიწერა საერთოდ 14 აპრილზე ხშირად მილაპარაკია ეხლა რა სამარცხვინო მდგომარეობა არის ის კი არა მარტო რომ რუსები და ბოროტმოქმედი ოკუპაციის ძალა ცდილობდა რომ წაეშალა ყოველგვარი მეხსიერება აქ და მართლაც ასე იყო ამ 70 წლის განმავლობაში მათ მოახერხეს ძალიან ბევრი რამის წაშლა ქართული ეროვნული მეხსიერებიდან საკუთრებულად 14 აპრილზეც შეიძლება ვთქვათ რომ ცდილობდა მაგრამ ერთი ფოტო არ აქვს ერთი ფოტო არ არის. თქვენ თუ რამეს ნახავთ აი 14 აპრილს ისევ და ისევ იხსენებენ ხოლმე, არის ფოტოები, რომელიც არის სწორედ 9 აპრილის, ან 9 აპრილის წინა პერიოდის, ან მისი შემდგომი პერიოდის, იმიტომ რომ აი მაგალითად მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით გვინდა საქართველოს დამოუკიდებლობა, რასაკვირველია, არ იყო 78 წელს. თუ დაგუგლო შევარდნაძის ფოტოები ამოგევარდება, აი ფოტოებიც. კი, არა, არსებობს. ხა მართლა წლების განმავლობაში ვეძებდი, გავარკვიე კიდეც მაგალითად
მაგალითად მაშინ ვინ იღებდა ფოტოებს, თხოვებს და უცნაური ესენია. ერთადერთი რაც ნამდვილად ვიცით, ავთო იმნაძემ გადაიღო ვიდეო არ იყო ჯერ კიდევ მაშინ. გადაიღოთ როგორც ჩანს 16 მმ-იანზე, გოგი გვახარიასთან საუბრობს კიდეც ამის შესახებ და რასაც მას ჩამოართვეს. მე ციხეშიც იჯდა და დაკარგულია, მაგრამ სადღაც აი გულის სიღრმეში მგონია რომ რადგანაც აქ არ არის შესაძლებელი სადღაც მოსკოვში იდოს, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ კგბ-ს დააინტერესებდა ენახა, იმიტომ რომ გამჟღავნებული არ ქონდა მას გამჟღავნებელი ფირი ჩამოართვეს, გამჟღავნებდა და ნახავდა. და ერთჩვენიერ დღეს, როდესაც რუსეთის იმპერია ესეთივე აღარ იქნება, როგორც დადგება, მეც აბსოლუტურად მალე სხვათა შორის და ეს ისედაც ძალიან საინტერესო იქნება რუსული არქივები რო გაიხსნება და თუნდაც აი იგივე 9 აპრილთან დაკავშირებით რომ მეც გავიგებთ და საერთოდ ეროვნული მოძრაობის პერიოდთან დაკავშირებით ძალიან ბევრი იმედგაცრუებაც გველის რასაკვირველია მაგრამ ეს იმედგაცრუება ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი არის სახელმწიფოც ჩამოყალიბებელია შემო რაღაცები ძალიან მტკივნეული იყოს ისე როგორც ახლა ჩვენ სულ საუბრობთ ხოლმე მასთან დაკავშირებით რომ ლუსტრაცია რო არ მოხდა ეს იყო ძალიან დიდი იყო კი არა და არის ძალიან დიდი პრობლემა საქართველოსთვის არა იმიტომ რომ ვიღაცაზე შური იზიო არა იმიტომ რომ ვიღაცა კონკრეტულ ადამიანებზე ელაპარაკო არამედ როგორ მუშაობდა სისტემა რო წარმოედგინოდა მათ როგორი გავლენა ჰქონდათ შემდგომში აი ადამიანებს რომლებიც სისტემასთან და რეჟიმთან თანამშრომლობდნენ შემდგომ პერიოდზე საქართველოს ისტორიისა ხო და აი ამაში ძალიან დაგვეხმარება ოდესმე მნიშვნელოვანია თან აი ვინმეს თუ ეგონა რომ აქ მეორეთ იმ ერთია რომ ხო მართლა შურიზება კი არა ვინმეს წინააღმდეგ არამედ აი რა ძალიან სწორი რამე თქვი ხო მექანიზმი როგორ მუშაობს მეორე ეგეთ რამე არ დაგემართა რასაკვირველია ფაქტობრივად ხე გვემართება აბსოლუტურად ეხა ზუსტად იგივე მეთოდებით იცი რა არის იმდენი რაღაცა მაგუნდება ხოლმე აი დღევანდელობას რო უყურებ საქართველოში როგორი იყო კომუნისტების დროს და აი ხვდები რომ აი ეს არა მხოლოდ აზროვნება დარჩა იმ პერიოდისა, არამედ მექანიზმების, რომელსაც იყენებენ, არის ძალიან დამახასიათებელი, იმიტომ რომ შეიქმნა ეს, ეხა ეს საბჭოთა სისტემა ასეთი ძლიერი ვერ იქნებოდა, რომ ესეთი სისტემები არ შეექმნა. ისე როგორც აი მაგალითად დღეს აღარ, მაგრამ ცოტა ხნის წინ ჯერ კიდევ გაიგონებდით საქართველოში, რომ რუსები არ არიან ესეთი რუსები რო არ იყვნენ ესეთი მაგრები დიდ იმპერიას ამხელას ვერ შექმნიან ამდენი საუკუნის განმავლობაში ეს იმპერია არ იარსებებდა და ასე მუდმივად პრობლემა არ გვექნებოდა ამ იმპერიასთან ხო და ჩვენ თუ ტერი ვერ შევაფასეთ სათანადოდ რა ვქი ყოველთვის აგებულები ვიქნებით და მათ აქვთ კარგად შესწავლილი შეიძლება აი ზოგჯერ მიგვირდა ხოლმე ჩეჩნეთის ომის დროს რაღაცა საოცრებებს ამბობდნენ რომ საქართველოსთან ტანკები შეჩნეს გეოგრაფია მაინც ესწავლოთ მაგრამ გეოგრაფია შეიძლება იმდენად კარგად არ იცოდნენ ეხეც კარგად იციან მაგრამ მეორე მხრივ ძალიან კარგად იციან ქართველები ფსიქოტიპი რაზე ავარდები რაზე აგაგდებენ მაგალითად და ასე შემდეგ ასე რომ რა ვქი ამას თუ ანგარიში არ გაუწიეთ ჩვენ მომავალში ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს. ჩვენ წავაგებთ მაგით. ძალიან მნიშვნელოვანი რატო არის ჩემი აზრით აგრეთვე იყო 14 აპრილი და 78 წელი და თელის პერიოდი, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არის ვისი გამოძახილია, ხო? ენის რატომ გადაწყვიტეთ ენის და რატომ მოხდა ეს, რომ ენა დასაცავი გაგვიხდა, იმიტომ რომ ამითიც მგონია რომ რაღაცა ჯაჭვი იკრება, ხო? ამ პროცესებიდან 9 აპრილამდე. ეს არის რაღაც ერთ-ერთი პირველი მცდელობა რეანიმაციის, ხო? აბსოლუტურად. არ დაგვაუწეს ის ხალხი, ვინც იღებს 14 აპრილში მონაწილეობას და ესენი არიან მართლაც დღევანდელმა სტუდენტებმა რო გაიგონონ ძალიან ინერტულები არიან. მაგიტომ მინდა. ხო, ვიცი. აი უშველი თუ არა მეორე საკითხია. სხვათა შორის მაშინაც სულ იყო იმაზე ლაპარაკი რომ სტუდენტი უნდა სწავლობდეს. აი ზუსტად იგივე. პოლიტიკას რა უნდა უნივერსიტეტში. მე კომუნისტებს ხო ქონდათ ესეთი დღესაც ხმარობენ ამ ტერმინს, მაგრამ აპოლიტიკური. აპოლიტიკური იმას კი ნიშნავდა რომ პოლიტიკა არ გაინტერესებს, არამედ ნიშნავდა რომ იმ ხას, რომელსაც უწოდებდნენ პარტიისა და ხელისუფლების ხას, იმას არ იზიარებდი, მაშინ იყავი აპოლიტიკური. ანუ პოლიტიკა თუ გაინტერესება, მარტო უნდა ყოფილიყავი თანხმობაში იმ ეგრეთ წოდებულ გენერალურ ხასთან.
და ეს გენერალური ხაზი მუდმივად იცვლებოდა ესე რადგანაც პირველ სტუდენტებს საბჭოთა კავშირის ისტორიას უყვები ხოლმე საბჭოთა კავშირის ისტორიაზე ხშირად ანეკდოტებს მახსენდება ხოლმე და უყვები ანეკდოტებს ეს ანეკდოტების გაგებაც ჭირს რასაკვირველია დღეს ძალიან შორი ის არის ერთ-ერთი ძალიან კარგი ანეკდოტი ამ პარტიის გენერალურ ხაზზე იყო როგორც ხშირად იყო ხოლმე ესეთი ებრაული ანეკდოტები რომ ვიღაც ებრაელს აბრამს მაგალითად იცხაკს ეკითხებიან რომ პარტიის გენერალურ ხაზს თუ იზიარებთ ეს ეუბნება ყანყალებ პარტიის გენერალურ ხაზთან ყანყალებ განსაკუთრებით სტალინისა ხო რეკლამები და ყრილობამდე მე ჩაკვდა ყველაფერი და არაფერი დიდი ცვლილებები არ იყო ხო და ასე ყანყალებდა ხალხი ამ პარტიის გენერალურ ხაზთან ერთად ასე რომ ეს არის დიდი ცვლილება რაც 78-ში 78-ში იყო ძალიან დიდი მნიშვნელოვანი მომენტი მართლაც როდესაც ადამიანებს მიეცათ იმის რწმენა რომ აი ამ სრულიად გაქვავებულ სისტემაში არის წინააღმდეგობის გაწივის საშუალება და ამ წინააღმდეგობამ შეიძლება რაღაცა დადებითი რეზულტატი მოიტანოს. ეს იყო აი მართლაც გათავისუფლება. ამიტომაც მაგალითად 88-ში რო იწყება მაგალითად პირველი შიმშილობა, მე რომელიც 89-ში გრძელდება 9 აპრილამდე მივდივართ და ასე შემდეგ, ეს ის ხალხია, რომელსაც განსხვავებით აი ამ თაობისაგან, რომელსაც თუნდაც მამაჩემი მიეკუთვნებოდა და მამაჩემი უნდა თქვა რომ არანაირად არ გასულა თქვა 9 მარტო 16 წლისა ქუჩაში იმითი რომ რა ქვია გულანთებული სტალინი ყოფილიყო და ლექსების რეციტირებას არ ახდენდა რასაკვირველია აი ამ თაობაში იდო დიდი შიში რომ ისვრიან იმიტომ რომ პარდაგაბის ხალხი ჯერ საერთოდ მამაჩემს თაობა მაგალითად სტალინის დროს დაბადებული და მერე პლუს ეს 56 იყო დიდი ეროვნული ტრამვა ტრაგედია იყო ეროვნული ტრამვა სერიოზული 56 წელი და აი მაგალითად იგივე 78-ში 14 აპრილს ბევრს აქვს მღოლი მაგრამ მე ხო არ ვყვები ამ ისტორიას რომ აი რუსთაველის თეატრში ყველა კარი ისე გააღებინა მამაჩემმა რომ ყველას ვინ ჩაივიდა რუსთაველზე იმიტომ რომ უნივერსიტეტიდან მოდიოდა ეს დიდი დემონსტრაცია დაენახა რომ არის ადგილი სადაც შეიძლება თავი შეაფარო თუ სროლა იქნება და ეხლა მე მაგალითად ეს ხშირად მომიყოლე ხა მეორდები და ბოდიშუხტი იმათ ვისაც მოусმენიათ ჩემი მონოყოლე ამ 14 აპრილთან დაკავშირებით დილით ადრე მამასთან ერთად გავედით სახლიდან და სპეციალურ სანაპიროზე გავიარეთ და იყო ჯავშან ტრანსპორტიორებით სავსე მთელი სანაპირო მე სხვადასხვა ადამიანები მოდიოდნენ იქვე რუსთაველის თეატრში ვიყავით ჩვენ წავედით სახურავზე და იქიდან დავინახეთ მაგალითად კავშირგაბმულობის სახლი რო არის პირველ სკოლის გვერდში სწორედ სადაც 9 მარტს დახოცეს ადამიანი ხო აი 56 წლის ეპიცენტრია ხო მან სხვა ადგილებშიც მოხდა რა ქვია სროლები მაგრამ რო იქ მაგალითად სნაიპერები იყვნენ სხვა შენობებზეც დგანან სნაიპერები და ასე შემდეგ ხო და იყო რისკი ტრაგედიის ხო ზადყოფნა იყო სრული თუ რა მოხდებოდა ისროდნენ ხო და აი ეს იყო სწორედ რა ქვია საშინელი დაძაბულობა იყო და რასაკვირველია ხა აი ეს უფროსი თაობის ადამიანები ფიქრობდნენ რომ ეს ну 90%-ია შანსი იმისი რომ ისრო რა მაგრამ აი ეს ახალი თაობა რომელიც იმ დროს იყო სტუდენტი რომელიც ყველაზე აქტიური იყო მაშინ და რომ არა სტუდენტობა და უფროსი კლასის მოსწავლეების უნდა ითქვა ძალიან ბევრი უფროსი კლასის მოსწავლეც გამოქცეული იყო სკოლებიდან და ამაში იღებდა მონაწილეობას აი მე არის შევარდნაძისთანაც ინტერვიუ ამ 14 აპრილთან დაკავშირებით ის ამბობს რომ ზოგი ამბობდა 50000 კაცი იყო მაშინაც გაუთავებლად პრობლემა იყო დათვლის 20-30000 მაინც იქნებოდა 20-30000 ადამიანს გავწე ხა მეც იმიტომ დამახსოვდა ხა წინა დღეებშიაც მახსოვს რა ხდებოდა მაგრამ არასდროს არამც თუ მე არამედ არავის მარტო ჩემი თაობისას არა 56 წლის შემდეგ არავის არ უნახავს რომ შეიძლებოდა არა სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ამხელა დემონსტრაცია საერთოდ მომხდარიყო და რაღაც მოთხოვნით ეს იყო სრულად განუმეორებელი ამბავი აი მართლა ესე ჩემთვისაც იყო რომ აი ესე იგი
შეგვიძლია რა რაღაცა წინამდე გავწიოთ და ეს ასევე საბჭოთა კავშირის მასშტაბითაც რასაკვირველია ამაზე არასოდეს არაფერი არ დაუწერია ოფიციალურ პრესას, მაგრამ რასაკვირველია გავრცელდა ეს ინფორმაცია და თუნდაც ის რომ აი ამისი შედეგი იყო ის რომ რამდენადაც მე ინფორმირებული ვარ უკვე მიღებული კონსტიტუცია მაგალითად სომხეთში და აზერბაიჯანში შეცვალეს რომ საქართველოს არ ყოფილიყო ერთადერთი გამონაკლისი მათაც ჩაუწერეს რომ სომხეთში და აზერბაიჯანში შესაბამისად იქაური ენები არის სახელმწიფო ენები ეს მაცეც აი ყოველ შემთხვევაში იმ ნაწილზე იქაური საზოგადოებისა რომელიც არ იყო კომუნისტებისაგან სრულიად twin გამოლაღებული ასაკვირველია იმოქმედა მაცეცსა და აჩვენა რომ აი ხედავ შესაძლებელია ეხლა მაგალითად ერევანში მსგავსი დემონსტრაცია არ მოხდა მაგრამ იქაც იყო პროტესტები უნივერსიტეტში ვთქვათ შიგნით ხო ინტელიგენციის ნაწილში რომ პატარა ხო ხო და ასე რომ რასაკვირველია ეს იყო ჩვენთვის ძალიან დიდი მოვლენა, მაგრამ აი რო შეხედო მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ეს იყო სრული გამონაკლისი. მანამდე ესეთი რამე მანამდე იყო გამოსვლები სხვადასხვა პერიოდებში საბჭოთა კავშირში, ხშირად რუსეთში სოციალური თემატიკაზე მიბმული უფრო მეტად და პატარა რაღაცა ვთქვათ 68-ში რო რამდენიმე ადამიანი გავიდა წითელ ამას არ რომ მასობრივი გამოსვლები იყო რომელსაც ყოველთვის უპირისპირდებოდნენ ცეცხლითა და מחვილით ისე როგორც აი ვთქვათ მეორე მსოფლიო ომამდე ჩვენც გვაქვს ხო რა ვთქვათ წინამდებობის ისტორია და თან სერიოზული თუნდაც იგი 24 წლის 24 წლის აჯანყება და ასე შემდეგ მაგრამ მე ამ სტალინის უკვე რა ვქო როდესაც გაძლიერდა და 37 წელსიო ფილტრში გაიარა ყველაფერმა და უკვე ადამიანს ვეღარ წარმოედგინა რა ხო ეს რაღაც ხორცის საკებმა მანქანამ თავის შედეგი გამოიგო თავისთავად შემოიღო რასაკვირველია კი აბსოლუტურად 56 რაღაცა მე ჩემთვის ეს არის ყოველთვის ესე რა ამ ამბავს რო ვიგებდი სულ ძალიან სკეპტიკურად უყურებდი როგორც რაღაცა კოლექტიურ სტოკჰოლმის სინდრომს რომ რატო შეიძლება რომ სტალინს ესე ისქნა რა გვეთაყვანო ის თაობა რომელიც ამაში გაიზარდა და მე მგონი ცოტა უფრო მეტი იყო ვიდრე მარტო სტალინი მაინც ამ გამოსვლით იცი რა იყო ცოტათი იყო ეროვნული ღირსების მithom ახო იმიტომ რომ მაგალითად ვრცელდებოდა ჭორები იმის გამო რომ დამალეს ის გამოსვლა ხრუშჩოვის ეხა ხრუშჩოვის გამოსვლა ამასობაში ცნობილია ყველა შეუძლია წაიკითხოს და იქ არაფერს არ ლაპარაკობს ხრუშჩოვი იმაზე რომ სტალინი ქართველი იყო და ამიტომ იყო ესეთი ბოროტ მოქმედი ხო და ეხა ძნელი წარმოსადგენი იყო რომ საბჭოთა კავშირში ესეთი რამე ვინმეს ეთქვა ეხა რაღაცა გარკვეულ ეთნიკურ ჯგუფებს ერებს ასახლებდნენ საერთოდ თლიანად და ერთად იყვნენ დამნაშავე საბჭოთა ხელისუფლების წინაშე ყირიმელი თათრები ავიღოთ ჩეჩნები და ინგუშები და უამრავი სხვა მაგრამ ოფიციალურად ამას არასოდეს არ ამბობთ ასე რომ მაგრამ კი რასაკვირველია რა ვქო თურქი მესხები არ უნდა ვიხმაროთ თუმცა არასოდეს ჩვენ უნდა ვიხმაროთ მუსლიმი მესხები ესეც რუსული ტერმინია რომელიც სხვათაშორის აი ეს ტერმინების ამბავი ძალიან მნიშვნელოვანია აი სახელმწიფოებრიობა როდესაც მაინც არ გაქვს კარგად ჩამოყალიბებული ჩვენ სამწუხაროდ ჩვენ ტერმინებს ვერ ვქმნით და იგივე რუსები ქმნიან ტერმინებს და უკვე ტერმინებში იგებენ აი მაგალითად დღემდე შეიძლება საქართველოში ადამიანებს შეხვდეს საქართველოშიც კი აღარ ამბობს სხვაგან, რომელიც ამბობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტი. როგორც კი ამას ამბობს, უკვე წაგებული ხარ. ამა უკვე წაგებული ხარ, როდესაც ამას ამბობს. ხო, არის რაღაც ის ნარატივი. თუ ძალიან ნეიტრალურად გინდა შეიძლება თქვა კონფლიქტი აფხაზეთში, მაგრამ რუსულ-ქართული კონფლიქტი აფხაზეთის გამო, თქვა. სასწორებო ის ტერმინი ხა, რომელიც მე ვიხმარე, იყო ის ტერმინი, რომელთაც საფრთხობელა ქონდა შექმნილი, მაგალითად სამცხე-დავოსის ჯავახეთის თურქები დაბრუნდებიან. თურქები კი, როგორ თურქები დაბრუნდებიან და საფრთხებია. მე მაგალითად ახალქალაქში სომხებთან მილაპარაკი და აი მართლა ისეთი შიშები იყო ამ ჩვენს მოქალაქეებში რომ აი წარმოუდგენელია რომ თურქები ჩამოვლენ კისრებს გამოჭრიან მაგალითად ხო ხო ასე რომ ტერმინები ვთქვით რომ მნიშვნელოვანია 56 წელში ეს იყო პატარა ეს მომენტი ნუ 56-მა მერე ის გამოიწვია უკვე რომ გარკვეულწილად შეგვიძლია 56 თავიდან დაწყებათაც დავინახოთ ეროვნული მოძრაობისა, მაშინ აიგივე გამსახურდია კოსტავას ჯგუფმა რომ უკვე იმავე წლის უკვე შემოდგომაზე გაავრცელა რაღაცა პატარა პროკლამაციები და ასე შემდეგ, რომ რასაკვირველია ამან ძალიან იმოქმედა რომ აი რუსები გვესვრიან, ხო? მაგრამ თვითონ 56 ხა უნდა ვთქვათ გულახდილად რომ იყო
ესეც არ არის გასაკვირი. ხო, იმიტომ რომ იმათ ჩაურეცხეს ამ ახალგაზრდებს ტვინი და ვერ წარმოედგინათ საერთოდ ადამიანებს თუ სტალინის თქვენ ხო არ გონიათ რომ მართლა როცა ტიროდნენ 53-ში ნამდვილად გულწრფელად ტიროდა ხალხი. აი მაგალითად მამაც ჩემს აქვს ასევე დაწერილი ამის შესახებ და იმ კაცს მეც ვიცნობდი საფრთხეობის სახელი აღმოჩნდა უნივერსიტეტის პროფესორი იყო, რომელსაც მოყოლილი აქვს ეს ისტორია, რომ 53-ში, როდესაც სტალინი მოკვდა მარტში, იყო ლაგერში. ლაგერს სპეციალურად თქმა უნდა ამ სიტყვასაც, იმიტომ რომ ლაგერია, ბანაკი, რაღაცა უფრო პიონერ ბანაკი. ხო, ისიც ლაგერი აკეთი უშობილად დავწერთ. აი, მაშინ საკონცენტრაციო ბანაკი შეგვიძლია მაშინ თქვა, ხო? იყო და ну შემომჩნია თუ რაღაცა ხდებაო რა და მე რამდენიმე დღის დაგვიანებით თუ ერთი დღის დაგვიანებით მათ აცნობა ამ ხელმძღვანელობამ ლაგერის რომ დიდი სტალინი გარდაიცვალა და აი თოვლი ახლა წარმოიდგინეთ სიმბირში მარტში რა ყინავს და ეს ხალხი დაემხო და თავზე ნაცარს ვერ დაიყრიდა მაგრამ თოვლს იყრიდა და ტიროდა და მეც დავემხეო და აი ესე რო ამ თოვლში ვფიქრობდი ამაზე ოცნებობდი შესაძლოა ახლა უნდა იცი პროცესი და ამაზე ოცნებობდიო და ამაზე ვფიქრობდი რომ ერთადერთი გადარჩენის არის რომ ჩაძაღდეს ეს კაცი ხო და რა გატირებს მაგრამ აი ეს მასობრივი ფსიქოზი ხო მასობრივი ფსიქოზი გასაგურველი რომ მამა დაუკარგა იმიტომ რომ რა ქვია დედაბოძი რომ ეს რო წაიქცევა მე რა იქნება იმიტომ რომ სამყარო ამ კაცს ედგას ის კი არა რომ რა ქვია მაგრამ რას ნიშნავს ამ გადმოსახედად ძნელი გასაგურველია იმიტომ რომ ჩვენ არ გვიცხოვენ დროს და ახლა ყოველდღიურად არ გვინახავს რომ ყველგან არის მასობრივად სტალინის სურათი ბელადებისაც ხო მაგრამ ერთადერთი ის არის ცენტრალური ფიგურა და თუმცა ეს ახლა წარმოიდგინეთ საქართველოში რა არის ხა ერთი-ორჯერ რაღაც მოხსენებების დროს მithქვამს რომ აი რუსებს ქართველებმა ასწავლეს როგორ უნდა დაეწერათ სტალინზე ლექსები. აი მართლაც რა ქვია 34-ში რამდენიმე ლექსი პაოლო იაშვილის, ნიკოლო მიწიშვილისა და ასე შემდეგ რუსულად ითარგმნება და აი დიდი სტალინიანა იწყება ამის შემდეგ. სერგეი მიხალკოვი არ არის ამის ის არა. ხო, იცი რა არის, აი მაგალითად ბევრი რამე ვასწავლეთ რუსებს, ისე როგორც მაგალითად ბერიამ რო დააწერინა და მე თავისად გამოაცხადა ამიერკავკასიაში ბოლშევიკური პარტიის ისტორია, რომელშიც ის მთავარი გმირი არის სტალინი და აი ფაქტორია ბავშვობიდან ის ბელადია და სულიად გააყალბა თუნდაც იგივე ამიერკავკასიის სოციალისტური მოძრაობის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ისტორია და ასე შემდეგ. ხო, ამის შემდეგ დაინახეს, აი თურმე როგორ უნდა გააყალბო. აი ეს არის მაგალითი იმისათვის, როგორ უნდა ხელი დაიჭირო, იმასაც აამო, თასონის დაწერა. კი, იმიტომ რომ აი მანამდე მაგალითად თუნდაც კამოზე რო არის წიგნები დაწერილი და კამო ჩანს რომ ძალიან სერიოზული ფიგურაა და მე უთხრეს ავტორებს ხო არ გეშლება დოლარი არ დაარქვა იმ კამოზე წერ მაგრამ სტალინზე სინოდელში წიგნი ხო 78 წავდა თუ არა აი ეს ამნიშნულოვანია რომ დღეს რა ეს დისკუსიები ბევრია ჩვენ დღევანდელ დემონსტრაციებთან და მანიფესტაციებთან ბელადი ლიდერთა ჯგუფი 78-ში ეგამბავი როგორ იყო 9 აპრილზე მეტნაკლებად ვიცით და ამიტომ აღარ აი ხა მამაჩემ მართლა ხა მამაზე რო ლაპარაკობ უხერხულია მაგრამ დიდ როლს თამაშობდა იმიტომ რომ მოგონებებიც აქვს ამასთან დაკავშირებით დაწერილი Facebook-ზეც დამიდევს და ისედაც ხო ჯერ კიდევ მანამდე სანამ გამოქვეყნდებოდა ეს ოფიციალურად გაზეთში მანამდე იყო შეკრება ამ პარტიის ცეკაში, სადაც აი ამ სახელოვნებო კოლექტივების, როგორც მაშინ უწოდებდნენ ხელმძღვანელებს შეხვდნენ და საგანმანათლებლო კიდე რა ქვია უნივერსიტეტების და აკადემია და ასე შემდეგ შეხვდა პარტიის ხელმძღვანელობა ბედენიშვილი იყო მაშინ პარტიის პროპაგანდის განყოფილების უფროსი და ასე შემდეგ. და მოუღარო აიქნება ამ ახალ პროექტში იმისი რა ქვია კონსტიტუციის და გასაგურველი მათ მოთხოვეს რომ ამ კოლექტივებმა ყველამ რა ქვია ტაშისკვრით მიიღოს ეს პროექტი მაგრამ მაშინვე თქვეს და ერთადერთი ადამიანი მაშინ იმ დღეს და შემდგომ დღეს რო იყო კიდე რა ქვია შევარდნაძესთან შეკრება ერთადერთი ადამიანი იყო მამაჩემი რომელიც ამის წინააღმდეგ გამოვიდა და ასე ვთქვათ ეს ამბავი
გაახმაურა, გარეთ გამოიტანა და დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ მართლაც მახსოვს, რომ დადიოდა ამის, მაგრამ მე ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო მაინც აი ორგანიზატორი არანაირად არ იყო თუნდაც ამ დემონსტრაციას. დემონსტრაციის ორგანიზატორები იყვნენ, მაშინ უკვე არსებობდა ესეთი პატარა გუნდი თამრიკო ჩხეიძის გარშემო, რომლებმაც აი მართლაც თუ კი ვინმეზე ვიტყვით, რომ აი ამას ორგანიზება გაუგეთა, ვინ იყვნენ ლიდერები, აი ესენი იყვნენ. და თამრიკო ჩხეიძე ის თამრიკო ჩხეიძე არ არის, ჯერ რომელიც რაღაც პოლიტიკურ ლიდერია, სტუდენტია, ხო? სტუდენტური მოძრაობა ეს არის. აი ეს ავთო იმნაძეც, რომელიც ვახსენ, რომელიც ფილმი გადაიღო, ისიც ძალიან აქტიურად იღებდა მონაწილეობას და აი ზირთადად გოგოები იყვნენ რა ესენი და აი ესენი იყვნენ, ვინც სტუდენტური გარკვეული მოძრაობა შექმნეს და აი წირო მოდიოდნენ, მაშინ ხო რამდენიმე კორდონი იყო უნივერსიტეტიდან გზაში პარლამენტამდე და აი ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ეს პარლამენტი სწორედ 14 აპრილის შემდეგ იქცევა აი ამ სიმბოლო პროტესტის დემონსტრაცია და ადგილი ასაგვარ პარლამენტია, ხო? ეს ჩანასახი არის 14 აპრილი. აი 9 მარტს იყო დღევანდელი დედაენის პარკი, მაგალითად მნიშვნელოვანი ადგილი, იმიტომ რომ სტალინის ძეგლი იქ იდგა და მე როგორც ვთქვათ, აი ეს კავშირგაბმულობის კავშირგაბმულობის სახლთან მივიდნენ, იმიტომ რომ რაღაცა უნდა გაეგზავნათ, ხო, რა ქვია, დეპეშე გაეგზავნათ სხვადასხვა ადგილებში, დეპეშე გაეგზავნათ. მაშინაც ვფიქრობდნენ, რა ქვია, რომ ვიღაცა დახმარებას გაგვიწეს. აი როგორც სულად შემთხვევით დაემთხვა, რომ მაშინ იყო ჩინეთის თავდაცვის მინისტრი და ძალიან მაღალი ლიდერი ჩინეთისა ჯუდე ჩამოსული საქართველოში და ის იმაში აცხოვრობდნენ, რა ქვია, კრწანისში და ნუ დიდი დემონსტრაციის ნაწილი იქითკენ წავიდა, იმიტომ დემონსტრაცია ამდენიმე დღის განმავლობაში 5 მარტიდან 9 მარტამდე ჯუდე დაგვეხმარებოდა, ეს ხალხი ყუროდა ჯუდე გამოვიდა როგორც ყვებიან რაღაც აივანზე, ამ ვისაც ხელი დაუქნია, ფიქრობ მესალმება ეს ხალხები პროტოკოლური ამბავი ეგრეა ჯუდეს რისთვის იყო ეს ხალხი მისული მასთან ხო იმიტომ რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიის იმედი ჰქონდათ და ასე შემდეგ ხო როგორც უფრო ეს პურისტი ხო რასაკვირველია ჭეშმარიტი სტალინისტების ხო ხო და ხო და ეს რა ქვია პარლამენტი შეგვიძლია ვთქვათ როგორც დემონსტრაციის მიტინგის პროტესტის ადგილი არის 14 აპრილის შემდეგ. ამის შემდეგ გადის ფაქტობრივად 10 წელი და მეტი, ხო? ეს არის დარწმუნებული ვიყავი რომ შენს დამიდასტური რომ რა თქმა უნდა უდიდესი რისკი იქნებოდა რომ ეს დარბეულიყო, ხო? საბჭოთა კავშირია, საბჭოთა კავშირის ამხელა პოლიტიკური გადაწყვეტილების წინააღმდეგ მიდის ერთ-ერთი წყალებში მოძმე რესპუბლიკაში ახალგაზრდობა და ნუ ის უნდა ჩაახშო. რა შენ რას ფიქრობ, რატო იყო თქვა რატო მოხდა ისე რომ აი ეს გადარჩა თქვა და იქ არაფერი არ მოხდა და როგორ ხდება რომ აი ჩემთვის უცნაური იყო შემართლე გითხრა როგორც რაღაცა ახალგაზრდა რომელიც მე პირველად დავინტერესდი ამ პერიოდით ხო 80-იან წლებით ძალიან უცნაური იყო რომ თან ერთ რაღაცა უფრო გლობალურ კონტექსტში კითხულობ ბევრ ამბავს პერესტროიკაზე გლასნოსზე როგორც რაღაცა მოდერნიზაციაზე და ამის პარალელურად ხედავ შენ ქვეყანას შენს ქვეყანას რომელიც საბჭოთა ამას არ ეხება პირიქით აქ ყველაფერი უფრო ძაფრდება და თუ ავიღებთ ამ რაღაც 10 წლიან ინტერვალს ხო ის მიტინგი მაშინ გადარჩა თავის შედეგს მიაღწია თან როდის კონსერვატორი სრულიად აი ჩამყაკებული პერიოდში ბრეჟნევის დროს ბრეჟნევის ბოლო წლებია ხო ზასტოია გაკარებული და უცებ აი ამ პერესტროიკაში ამ მოდერნიზაციაში აი სისხლი ისეთი რომელიც აი სტალინის შეშულებოდა ისეთი არ დაგვაქვს ახლა ეს ხო არ არის გამონაკლისი ასე იყო რაფე ვილნიუსი იყო ბაქო სად არისო უკვე ბევრგან იყო სისხლი დაღული და იმის შემდეგომაც ბევრი სისხლი დაიღვარა უკვე ისეთი რყევებია რომ მე ვფიქრობ რომ ეხა აი მაგალითად მაშინ ნამდვილად რომ ესროლათ ან არისროლეს არის ბრეჟნევის გადაწყვეტილება ხო აქ უკვე აღარ არის აი ესეთი ერთპიროვნული მხოლოდ და მხოლოდ აქაც დარწმუნებული ვარ რომ გორბაჩოვა ბოლოს მისცა იმიტომ რომ მას სხვა ძალა არ ქონდა დასტური მაგრამ უკვე ძალიან ყევაშია ეს რეაქციონერები რაღაცა ჯგუფები რომლებიც სისტემა არის უაღრესად და შიშებში რომ აი ხედავ რა ხდება იმიტომ ყველგან ირყევა უკვე ამ დროისათვის ისეთ ადგილებშიც კი
მozorski სადაც მაგალითად არ მოელოდნენ, თუნდაც იგივე შუა აზია რო ვახსენებ, შუა აზია რო თქვენ გახსოვთ რომ იმავე 99-ში იყო დიდი დაპირისპირება არა საბჭოთა ხელისუფლებასთან, არამედ სწორედ აი ამ ჩვენ მუსლიმ მესხებსა და უზბეკებს შორის. ორივენი მუსლიმი ხალხი და ისა და ფერგანას დახოცეს ერთმანეთი და მე იქაური პარტიის ხელმძღვანელი ამბობდა რომ მარწყვის ფასის გამო მოხდა შელაპარაკება, რა შელაპარაკება ასობით გამოწყვიტეს ერთმანეთს. ხო მაგრამ ყველგან არის უკვე ეს რყევები. რყევები ძალიან სერიოზული და შიშები რასაკვირველია ხელისუფლებისა რომ ეს ყველაფერი ჩამოიგება და ჩამოიქცა კიდეც. მე ვეღონთ ჩამოიქცა მაინც უფრო სხვანაირად ვიდრე ისეთი დიდი ტოტალური გარდა საქართველოს სადაც მე ფლათ სამარცხვინო ომი გავაჩაღეთ ქვეყნის შიგნით და აი ხშირად მაგალითად ხო სხვაგან ჩამოიქცა საბჭოთა კავშირი და ისინი გავიდნენ სხვათაშ მამაჩემს გაუთავებლად წერდა ხოლმე მანძე რომ ეს მაინც დაინგრევა ეს საბჭოთა კავშირი და ცოტა ხანი ხო მუშაობები და უფრო წყნარად აუცილებლად სხვა გამოსავალი აქ არ იქნება მაგრამ როგორც მოხდა სამწუხაროდ მოხდა მაგრამ რა ის თქმა მინდოდა იცი კიდე რომ აი ძალიან ხშირად დღეს გვიკვირს რომ როგორი დაპირისპირება არის როგორი პოლარიზაცია საზოგადოებაში ეხლა მე ის პერიოდი ხო კარგად მახსოვს წარმოუდგენელი პოლარიზაცია იყო არა მანამდე თქვა კომუნისტებსა და არაკომუნისტებს შორის არამედ აი იმ ხალხს შორის რომელსაც ჩვენ დღესაც მეტნაკლებად ეხლა მაშინ აგენტები უწოდოს ზოგსა და ასე შემდეგ ეროვნულ მოძრაობას მივაკუთვნებს როგორი საოცარი სიძულვილი იყო ორი ბანაკი და დიდი სიძულვილი ორი ბანაკი შორის. ის კი არა რომ საერთო მტერი ყვავს და რაღაც. არა, რა ქვია, შიგნით, საშინელება. და აი მე თუ კაცი მკითხავს, აი ეს პოლარიზირებული საზოგადოება იქიდან ძალიან ბევრი ერთ ბანაკშია დღეს მეორე ბანაკშია იმ დროინდელი ადამიანებისა, ვინც მაშინ იღებდა ამ ყველაფერში მონაწილეობას, ეს ბანაკები შეიძლება იცვალეს, მაგრამ აი ეს რაღაცა გარკვეული დაუნდობლობა ერთმანეთისადმი, სიძულვილი, ზიზღი იმ დროს რომ აი ხა მართლაც თვითმხილველი ვარ შეიძლება თქვა ამისი წარმოუდგენელი იყო და დღესაც ძალიან ბევრი იმას აგრძელებს ის კი არ არის რა ქვია რომ ერთ მხარეზე ხარ თუ მეორე მხარეზე იყავი მაშინ და ესე ადვილად მაშინ არის რომელი მხარეზე უნდა დამდგარიყავი მაგალითად ხა ბევრს რომ მიაჩნია რომ რა იყო მთავარი წინააღმდეგობის მიზეზი მათ ჩვენი მაყურებლისთვის რო თქვა აი ამ ორ ეროვნული მოძრაობის ფრთას ყველაზე ნახე ჩემ თაობაში მინიმუმ აი ცნობილი კადრები რაღაცა იმ სასამართლოს ხო მაგრამ იმუშავა ამ სასამართლომ ვინმეზე არანაირად არ იმუშავა რა ქვია ჩაიარა ისე თვითონ არაფერი და ძალიან კარგად შეგიძლია დაინახო როგორი სიგიჟეში ვიყავით და რა დონეზე ხდება ეს კიდე არ დაგავიწეს აი ეს რაღაცა ქუჩური ამბავი რა ხელში წვდომის დონეზე ერთმანეთს ხო ნუ მე იყო გზა იყო მთავარი ამბავი რა გზით მივდივარ არა ზვიადი მაგალითად რა ქვია ბევრს მაშინ მოეჩვენა ამაზეც სრულიად ღიათ უნდა ვილაპარაკოთ რომ არ არის ამის ტაბუირება საჭირო ზვიადი მოეჩვენა თუ სრულიად ავტორიტარულია არ დავავიძეს ზვიადის გარშემოც მაგალითად ხალხი იყო ისეთი რომელიც დღესაც ჩემი საზრით სრულიად მიუღებელია რომელიც მასე დიდ გავლენას ახდენდნენ ხო ეს კომპლექსი არ უნდა გქონდეს იმიტომ რომ ჩემს არაკნინებს იმ როლს თქვათ რა არანაირად რეალობა ისტორიული და იქ თუ არ არის დიდი ნაწილი ასევე საღამოძრომელი ადამიანს ვთქვი რომ ეს გზა არ არის სწორი როგორც მიდის საქართველოს რაღაც უნდა შეცვლიო ხა მე რომ ერთმანეთსადმი არ უნდა გვესრულო და უნდა დავხოცო და მე ტოტალური მასში რა ქვია ეკონომიურ ტოტალურ კატასტროფაში ქვეყანა არ უნდა ჩავარდნილიყო რაზე ვსაუბრობთ იმიტომ რომ არც ერთ საბჭოთა რესპუბლიკას არ ქონდა ისეთი დიდი ეკონომიური უკუსვლა როგორც საქართველოს არც ერთ აქცენტს ვუყურე არათუ საბჭოთა ეპოქას არამედ მსოფლიო ისტორიაში ასე აღირიცხება რომ ის ვარდნა ეკონომიკური რომელიც საქართველოს ნახა აი ამ 90-იან წლებში ეს არის ისტორიაში ათეულში ხვდება ზოგადად და აი ესეთი ეკონომიკური ვარდნების ეკონომიკის ისტორიაში ეს ამბავი ქართული ამბავი რა მოუვიდა ქართულ ეკონომიკას ისწავლება როგორც აი ერთ-ერთ ათეულში ხუთეულში შედის მე მგონი რამოდენიმე აფრიკულ მაგალითთან ერთად რომ აი საბჭოთა საქართველოს რა მოუვიდა ტრანზიციის პერიოდში ისე როგორც აი ხა მაგალითად მაშინ სუმახსოვს რომ ამბობდნენ ახანცა ეს რაც ვახსენეთ მაგრამ იმაზე რომ გავაგზავნოთ კიდე რომ აი ეს
ეგრეთ წოდებული ჭრილოვანი ეკონომიკა რო არსებობდა, რომ კაპიტალიზმი ჩვენ უკვე მაშინ ვიცოდით. კაპიტალიზმი კი არ ვიცოდი, ეს იყო ქურდობა, ჩვეულებრივი ბანდიტიზმი, რომელიც ბანდიტიზმი ყოველთვის არ არის, რომ იარაღით ვიღაცა დაადგები თავზე, ხო? ძარცველები კი, ძარცველები, ხაზინის ქურდები და ასე შემდეგ. შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომელიც საქართველოში რაღაცა წარმოუდგენელ მასშტაბებს მიაღწია. ეხლა მე იგივე პერესტროიკის დროს, რომელიც მნიშვნელოვანი მომენტი იყო, ესე არ არის, რა ქვია, რომ პერესტროიკა ჩვენთვის სრულიად ტრაგიკული, სწორედ 9 აპრილის გამო, მაგრამ ის დიდი გარდატეხვის მომტანი იყო, ხო? მაშინ მახსოვს, რა რეები იბეჭდებოდა შუა აზიაში რა ხდება, საერთოდ ეს საბჭოთა კავშირში, შუა აზიაში საერთოდ თვითონ კომუნისტები გაგიჩნდნენ. არა მარტო ქურდობა და ეს ხაზინის დატაცება იყო, არამედ აღმოჩნდა, რომ ბიჭო 70 წელია აშენებენ ამ კომუნიზმს და თითქოს ისლამსაც ებრძვიან, როგორც საერთოდ რელიგიას ებრძოდნენ და აღმოჩნდა, რომ კონკავშირებდნენ ჰარემები ყავდნენ. ხო, არა, მათი ცოლი კონკავშირისტი რაღაც საოცრები. და თვითონაც შოქში იყვნენ. ვერ წარმოედგინათ თუ ეგეთი. შესაძ დეხაც არ გულპავს, აი ეგ ერთგვარ ხო არსებობდა, ხარ ვიცი, მე ამ გადმოსახედიდან მაინც რაღაცა სხვების მონაყოლი თუ წაკითხულიდან ვიცი, მაგრამ აი ეს განცდა. მაშინ ხო ეს კაი ტიპად ითვლებოდა რა, ხაზინის ქურდი, რომელიც დასაყურველია, იმიტომ რომ მეც რომ უფრო კაი ტიპი იყო და ეს ხო ეხაც გვანგრევს იდეაში რა. დასაყურველია, იმიტომ რომ აი ნახე როგორ დამოკიდებულება იყო, რომ საბჭოთა კავშირი შენ ქურდავს, ფაქტობრივად გამუშავებს, მაგრამ არაფერს არ გაძლევს, ეს რაღაცა მიზერული ხელფასი იყო, შეიძლება ნოსტალგია ქონდეს, თუნდაც მიზერული ხელფასი. ხო, ნუ აი ვერაფერს ვერ მიაღწევ, თუ რაღაცა კონტაქტები არ გაქვს, ბინას არ მოგცემენ, თუ კონტაქტები არ გაქვს, ახლა მანქანას ვერ გამოიყვან, მანქანის რიგში რო დგებოდა ხომ მართლა მუშებისათვის უფრო ადვილი იყო, რომ დამდგარიყვნენ რიგში, მაგრამ ის მუშა იმიტომ იდგა, რომ ვიღაცის ხვისათვის მერე მიეყიდა ეს მანქანა და აი ასეთი კომბინაციებით ფულის შოვნა ვიღაცებს ახსენდებათ პროდუქტები იყო, რა პროდუქტები იყო, რა ქვია, მოსკოვში მიდიოდნენ იმისათვის, რომ რაღაცა ეყიდათ მეტანაკლებად. პირველი აი მახსოვს უთხარი, რომ სპეკულანტებთან იყო, რა ქვია, რაღაცა ის სპეკულანტთან არა მარტო ის იყო, რა ქვია, ტანსაცმელი, არამედ რაღაცა ძეხვი რო გინდოდა საჭმელი, ხო? აი ეგ იყო ჩემ ერთ-ერთი პირველი ანტისაბჭოთა ამბავი, რომ ძეხვის რა ძეხვები ჩამოგქონდა მოსკოვიდან. ესე იგი, კარგ ძეხვს აქ ვერ ყიდულობდი. არა, საშინელება იყო, საშინელება. რატო გინდრება ეგ, რომ რა ვიცი, რა გადაიხვეწო უნდა ამ სიჟორეზე, რომ 3 წელი ძეხვი ჩამოიტანო, ისიც რაღაც ჩაწყობით. და ხო ეს უცნაურია ეს ნოსტალგია ხა ჩვენთან კიდევ უფრო ნაკლები ნოსტალგია თურმე აღმოჩნდა ვიდრე ხა მე რო უყურებ ასევე რასაც კარგად ვიცნობდი სწორედ გდრ-ის ყოფილი აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე იქ ხალხს თუმე უფრო კიდე დიდი ნოსტალგია აქვს და აი წარმოუდგენელი თანხები ჩადო დასავლეთ გერმანიამ რომ ამოქაჩოს ეს და აი საოცრება გააკეთა ამას იქ არის კიდე რა ქვია და აქ კიდე რაღაცა სოციალ ელექტორალური რუკა გერმანიის აი პირდაპირ საზღვარი გადის იქ კი რასაკვირველი ასე რომ ჩვენთან კიდე უფრო ნაკლებია ეს ნოსტალგია ხა რუსთან ეს ამ ნოსტალგიას კიდე იმპერია ემატება და სხვა ამ ქართულს რის ნოსტალგია უნდა კონდეს კაი გავიგეთ რომ გარეგნულად ჩანდა რომ ყველანი ერთნაირად ბოდიში მომითხოვდა ნეხში ვიჯექი ხო მაგრამ ყველამ ხო იცოდა რომ რა არის ხო მაშინ როგორ ჩანს არ იცოდა ყველამ იმიტომ რომ მაშინაც როგორც დღეს ხო საქართველოს წარმოუდგენელი გაჭირვებაა და ადამიანების დიდი ნაწილი თვალს ხუჭავს ამას და ამას არა უშავს აქ კარგო ადამიანებიც კი რომელიც თვითონ ცხოვრობენ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ამას მიიჩნევ რომ აი სამწუხაროდ რომ ამაზე უკეთეს მაინც არასოდეს არ იქნება მათი ცხოვრება და ეხლაც რაღაცა პატარა ჩალიჩით შეიძლება იქნება რაღაცნაირად გადაგჭირდება შეგუება ეს არის საშინელი ამბავი აი სწორედ ეგ არის რა აი ეს ღრმად გადგმული საბჭოური ფესვები რომელიც დღემდე მოქმედებს რა აი ეს ამ ბოლოს ხშირად ვამბობ ხოლმე აი საბჭოთა კავშირი საერთოდ მოსპო სამართლის გაგება სამართლიანობა რა იყო და აი დღესაც აი ვიღაცა რომ ამბობს რომ ხო რასაკვირველია უნდა დაიჭირონ ადამიანი რომელიც ტროტუარზე იდგა ხო აი ამას რომ ადამიანი ამბობს აი იმ ადამიანში არის ჩაცემენტებული საბჭოთა აზროვნება და მეორე აი აქვე ვიტყვი ადამიანი რომელიც კორუფციის გამო დასაჭერად არის გამზადებული და რომ გაიქცევა ამბობს რა ჭკვიანია ასეთ ადამიანებზე ხო ეგეთი აი მაგის აღარ დავამთავრე ხო აი მაგაზე და
ნახე, საბჭოთა კავშირი შენ რაღაცას გაცლი და იმას არ გაძლევდა, რაც და შენს თუ მოუპარავდი და საქართველოში და შენ თუ მოუპარავდი, კაი კაცი ეყავი და საქართველოში პლუს ამას ემატებოდა, რომ ჩვენი სახელმწიფო არ იყო. ეს იყო რუსიის სახელმწიფო, საბჭოთა სახელმწიფო, რომელსაც თუ გაღლეთ, რა ქვია, მაშინ კარგი ხარ, ანუ ეროვნულიც კი ხარ, არამც თუ რა ქვია, პატრიოტი ხარ რაღაცა ამბავში, რომ აი იმ სახელმწიფოს, რომელიც შენი მტერია, შენ რაღაცას აკლებ, შენ რაღაცას პარავ და თან ჭკვიანი ხარ კიდე, ეს არის ჭკვიანი ხარ, რა ქვია, ძალიან. და დღესაც მაგალითად ძალიან ხშირად, როდესაც ლაპარაკობენ რაღაცასთან დაკავშირებით, აი ვერ გაიგო დღემდე ბევრმა საქართველოს მოქალაქემაც გავიდა თქვა 30 წელი თვითონ რაღაც უნდა შეცვლილიყო რომ როდესაც გეუბნებიან რომ სახელმწიფო ხარჯავს რაღაც სახელმწიფო შენ ხარ სახელმწიფო ხარ შენ მით უმეტეს დღეს როდესაც ჩვენი სახელმწიფო გვაქვს ქართული ხო რასაკვირველია სახელმწიფო ხარ შენ და შენ სახელმწიფო კი არ გახარჯავს ფულს შენი გადასახადებიდან არის ის ფული რა ქვია და იმან კიდე უკეთესად უნდა გააკეთოს და ეხლა ხედავთ რა მხელა კორუფცია ამ ქვეყანაში რას არის პარავენ ახლა მაგალითად დღეს იყო სწორედ იმასთან დაკავშირებით საუბარი რომ სასადილოებიდან უპოვართათვის რომ რა აი იქიდან იპარავენ ადამიანები ხა სინდისე და ნამოსი აღარ ვლაპარაკობ აი სტული გახცნა მოხდა საზოგადოებისა და სამწუხაროა ძალიან აი ეს გახცნა რომელიც დღეს არის აბსოლუტურად მაგონებს აი გვიანი საბჭოთა პერიოდს მე თვითონ შევესწარი გახცნილობას როდესაც ყველაფერს იპარავდნენ და ამიტომ იყო ყველაფერი რაღაცნაირად გაღლეტილი გაუბედურებული გახვიდოდი ქალაქში ხვდებოდი რომ აი წარმოუდგენელი სიღარიბე ისე როგორც დღეს ჩანს და ადამიანს არ აქვს დამოკიდებულება ეს არ არის მარტო შეიძლება არ იპარავდე მაგრამ როდესაც ანაგვიანებ აი შენს გარემოს მაგალითად ხო ეს იმას ნიშნავს შენი ქვეყნისადმი შენი სახელმწიფოსადმი შენი საზოგადოებისადმი არანაირი დამოკიდებულება არ გაქვს შენ მარტო იმაზე ფიქრობ შენ თვითონ როგორ გადარჩენ შენ ღობის შიგნით როგორ აი ისე როგორც აი საბჭოთა კავშირის დროს იყო შედიოდ დღესაც ხო ასეა შეხვიდოდი რაღაცა ვთქვა 5 სართულიან ხრუშჩოვკაში და იყო ყველაფერი ბოდიში მომთხა ნეხში მართლა ჭუჭკში და უბედურებაში და უცბად ვიღაცა გაგიღებდა კარს და შეხვიდოდი ნახავ ძალიან სუფთა და რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო მოსკოვში ნაყიდი ავეჯით შევსებული ეს სახლი რომელშიც სისუფთავე იყო და წესიერად გამოიყურებოდა ხო და აი ეს რომ შენ მარტო ეს აი ესეთი დამოკიდებულება შექმნა სწორედ აი ამ საბჭოთა კავშირმა რომელიც იცოდი შე რომ აი ეს მithom ხო სულ პროპაგანდა მიდიოდა რომ საზოგადოებრივია და ასე შემდეგ და თქვენ მიდიხართ სადღაც კაპიტალისტ ქვეყანაში და ნახავთ როგორ არის მოვლილი ბაღი არა მარტო შენი საკუთარი ბაღი არამედ საზოგადოებრივი ადგილი როგორ სუფთად ინახავენ ადამიანები ამას და მე ჩამოდიხარ აი ამნაირ ქვეყანაში როგორც აი პოსტსაბჭოთა ქვეყანა არის და ხედავ როგორი არის დამოკიდებულება აი ამ ვიწროთ გაგებული საკუთრებისადმი და საზოგადოებრივი. გედერში ეგრე იყო, გედერი მაინც ისეთი. არა, გედერი ხა გერმანულ ტრადიციას იყო ძალიან კომუნიზმი მაინც კომუნიზმი იყო. იცი, კი, კომუნიზმი იყო და ხა მაგალითად გედერში რო ჩავედი საბჭოთა საქართველოს რომელშიც აი ყოველდღიურ ცხოვრებაში არ იგრძნობოდა რომ კომუნიზმი კი რა ქვია დეფიციტური იყო ეკონომიკა ცხადია რაღაცა ცენზურა არსებობდა და ყველაფერს ვერ დაწერდი და ვერ გამოაქვეყნებდი და ასე შემდეგ ეს ცხადია და კარგად ვიცოდი ეს მშვენივრად ჩემს ოჯახიდან გამომდინარე მაგრამ აი იქ რო ჩავედი გედერში გედერილებსაც ამას რო უყვები ხოლმე რა ქვია ისინი ცოტა შოკში ვარდნენ ხოლმე ჩავედი იმ ქვეყნიდან რომელზეც გედერი სწავლობდა და ეს გედერი იყო აი ღრმა კომუნიზმი ყველაზე დიდი რაზეც ფიქრობდი მათ შორის ახალგაზრდებიც იყო ის რომ აი ადამიანური სახით შეიძლება პერესტროიკის დროს ჩავედი რა რომ ადამიანური სახით შეიძლება სოციალიზმი არსებობდეს როგორი არის ეს ისა და აი ხედავ აი საბჭოთა კავშირი იქითკენ მიდის რა კარგია და ნეტა ჩვენთანაც ეგეთი იქ იყო აი ჩამყაყებული ძველი ბრეჟნევის დროინდელი ჰონეკერის რეჟიმი ბეტონი კომუნიზმისა და აი ამაზე იყო და აი მართლა მიკვირდა რომ ეს ხალხი ამაში ცხოვრობს კომუნიზმში ასე ვთქვა სოციალიზმში კაი როგორც თუ უფრო კორექტ
ქართულები გვინდა ვიყოთ და ფიქრობენ რომ ეს ცუდი არ არის და რანაირად ფიქრობენ თან როდესაც გაქვს მეორე ნახევარი ქვეყნის ხა ჩვენ ხო არ გქონდა ესეთი მეორე ნახევარი რასაც შევადარებ მეორე საქართველოს ხო არ არის და ელოდებოდნენ იქი და როდის გამოუგზავნეს ვიღაც ნათესავ შოკოლადს ოღონდ თქვენ ვერ წარმოგიდგენთ რა იყო აი საქართველოში შოებოდა მაგალითად სპეკულიანტებთან ნუტელა იცი წარმოგიდგენია სპეკულანტთან მე მქონდა ხოლმე ეს ისა რომ აი საქართველოსთან მიმქონდა გედერში ნუტელა და შედეძლო გული მოგეგო ვისიც გინდა აი აი მართლა რა ქვია შეიძლება წაგეღო რა ქვია ჩურჩხელა არავის არ აინტერესებს ქართული ღვინო რაღაცა ხო ქართული აი ნუტელას თუ ჩავალა შენი იყო ეს აი გენიალური ფილმი არის ჩემი ახალგაზრდობის უფრო 2000 წლების დასაწყისის Goodbye Lenin შესაძლოა მაგის დამხელა შოკი იყო ბოლოსკენ მივდივარ და ის აუცილებლად მეორე ვილაპარაკეთ მე ძალიან საინტერესოდ მინდა გითხრა ბოლოსკენ მინდა ერთ რამე მინდა გითხო შენ ჯერ კიდე ხარ სტუდენტი გერმანიაში ბოლო წელია როგორც თქვი როდის ბრუნდები და რო ბრუნდები რა ხდება აი ამ ამბის მერე ხო აი მაინც ფინალში ვთქვათ 9 აპრილზე აი ეს რა ხდება როგორ საქართველოს ამას წინათ სხვათა შორის მოვუყევი რომ 99 წელი მართლა ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო იმიტომ რომ სანამ ამ დიპლომს ავიღებდი აგვისტოში ავიღე დიპლომი სანამ ამ უფრო აგვისტოში დავრუნდი საქართველოში და სანამ ამ დიპლომს ავიღებდი მანამდე ვიმოგზაურე ბევრ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში ეს არის გარდამტეხი წელი 99 ამ მთელი აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური სისტემის არა მხოლოდ გერმანიაში ეს იყო დიდი სიმბოლური ამბავი როდესაც ბერლინის კედელი დაინგრა და ეს კედელი მართლაც იცით აი შეიძლება ქართულად ვერ წარმოიდგინო შენ ქალაქში შენ ქვეყანაში რომ მართლა დგას 2 მეტრ ნახევარზე მეტი სიდიდის სიმაღლის კედელი რომელიც იქით ვერ იყურები და რუკა იყიდება ბერლინის და ეს არის მხოლოდ აღმოსავლეთ ბერლინი და მეორე მხარეზე არის თეთრი სიცარიელე სრული აი თითქოს ქუჩა აღარ გრძელდება თითქოს იქით მხარეზე სახლი არ დგას ხო და თან ნათესავი ყავს იქით მხარეზე იცი ეს ბებია ჩამოდი შენი შეიძლება იქით შეიძლება გაგიჟდე მართლა რა და რაღაცა მიდიოდი ბერლინში ქუჩაში და უცბად კედელი ხვდება კედელის ახლოსაც უკვე პოლიცია იდგა კედელთან ფოტოს გადაღებაც ხო რა ქვია ფოტოს გადაღებაც კი ჭირდა ხოლმე რა ქვია მე მაქვს ფოტოები გადაღებული კედელთანაც მაგრამ ნუ აქედან მხრიდან ხო და მართლაც ეს იყო დიდი სიმბოლური ქმედება ყველასათვის გასაგები რა კედელი დაინგრა ესე იგი მორჩა აი ეს ისა რა ქვია დასავლეთის და აღმოსავლეთის აი ეს რა ქვია ცივი მორჩა რა ქვია კინის კედელი დაიწყო ისა კედელი დამთავრდა არ დაიწყო მაგრამ კინის ფარდა სინამდვილეში უფრო ადრე მაგრამ ეს იყო სიმბოლო რა ამის მაგრამ პოლონეთში ვიყავი მაშინ ზაფხულში როდესაც პირველი თავისუფალი არჩევნები მოხდა ჯერ კიდევ იერუზელსკის დროს, როდესაც მან გამოაცხადა პირველი თავისუფალი, როდესაც ოპოზიციამ გაიმარჯვა. ვიყავი ჩეხეთში, სადაც უკვე დუღდა და ეს ის პერიოდია, როდესაც მაგალითად დასავლეთ გერმანიის ჩეხეთის საელჩოში არის გაქცეული მე ვიყავი უნგრეთში მე სხვათა შორის იუგოსლავიაშიც კი ვიყავი იუგოსლავიიდან დავრუნდი ხო ვოევოდინაში ვიყავი და ცოტა ტიკროვა ძალიან საინტერესოა ეს პერიოდის ეს იცი რა არის ძალიან საინტერესო რამე იყო რა რაღაცა მომენტში მივხვდი ამ გედერში ყოფნის დროს რომ პასპორტებს რო გვაბარებინებენ საბჭოთა საელჩოში გვაბარებინებენ იმიტომ რომ ამ პასპორტით შეიძლება იმოგზაურო და არ უნდათ მათ რომ გვემოგზაურა და უკვე პერესტროიკა მორყეულია ყველაფერი და პირველი კურსის შემდეგ აღარ ჩავაბარე ეს უფრო მეორე კურსის შემდეგ აღარ ჩავაბარე პასპორტი და ანუ ეს წესი იყო რომ ჩახვიდოდი უნდა მისულიყავი საბჭოთა საელჩოში და ჩაგებარებინე პასპორტი რასაც წასულიყავი და მე რა ქვია მივხვდი რომ არ ჩავაბარებ და ვერაფერს ვერ მეტყვია დიდად იმიტომ რომ რა ქვია ამის უფლება მათ არ ქონდათ რა და მე აღმოჩნდა მე მაგალითად პრაღაში ვიყავი უკვე 97-ში თუ 98-ში და ასე შემდეგ და თუნდაც შეგიძლია ამ პასპორტს არავინ არ გთხოვს არც ვიზა გინდა არაფერი ანუ წესით ესე იყო საბჭოთა კავშირიდან არ გამოგიშვება მაგრამ გედერიდან ჩეხეთში გადაგიშვებდნენ ხო იუგოსლავიაში არ იყო ესე იუგოსლავიაში უნდა აგიღო საბჭოთა კავშირისგან ბეჭედი და სხვათა შორის პასპორტი უმეტეს ესე საინტერესო რაღაცებით იყო სავსე მე ჩამაბარებინე საკა და ძალიან დარდო ფორმაზე უნდა აგიღო ბეჭედი უფლება გაქვს იმაში გადასვლის ხო და ჩემი უნგრელი მეგობარის საცოლე თუ მეგობარი გოგოს ნათესავის ქორწილი იყო იქ და ჩემი მეგობარ გოგოსთან მივედით
ამ საბჭოთა კავშირის საკონსულოში ორივე გოგო მიტირა დარბაზიდან და ის საბჭოთა კავშირის ელჩმა თუ კონსულმა თქვა კაი ჩაგირთყაო რა ქვია ამასთან და რატომ გადავედი ამ იუგოსლავიაში და ძალიან საინტერესო ხა მართლა დენთის სუნი რო იგრძნობოდა რა იმიტომ რომ ხორვატიაში მარტო იმის გამო რომ სერბული ნომრები ქონდათ მანქანას ორჯერ თუ სამჯერ დაგვაჯარიმა ერთ ქვეყანა იყო ჯერ კიდევ და ვაი ჩანდა რა რომ აქ რაღაცა უბედურება მოხდება ხო და რო დაუბრუნდი უკან მე გედერში უკან წამოსულიყავი ჩანთა წამომეყო და ასე შემდეგ უკვე ყველა იმაზე ფიქრობს გედერში გაიქცეს და მითხრას იუგოსლავიაში რო იყავი რადგანაც არ დარჩიო მე ვთქვი რომ გერმანელი კი არა სადღაცულიყავი შეიძლება საქართველოში მინდა და ჩამოსვლა ისედაც და არ ვასა და გაქცევას არ ვაპირებდი მაგრამ რატომ მე მიმიღებდა რა ვქი თორე თუ იუგოსლავიამდე ჩაღწევდა გედერელი მაშინ განადა უკვე რა ვქი დასავლეთ გერმანიის საელჩოში იქ მისცემდა რაღაცა პასპორტს და იუგოსლავია გაუშვებდა და პირველი ქვეყანა რომელიც გედერელები გაუშვა იყო უნგრეთი არ დაგავიწყდეთ და როგორი უკუსვა განიცადა უნგრეთმა ამის შემდეგ აი ეს იყო რა ვქია ფანჯარა ევროპაში დასავლეთში მართლა იმიტომ რომ მანამდე აი ხა მართლა რუსების იზღობები აი ორგანული ზიზღი თუ არსებობდა ეს იყო უნგრული პოლონეთში და იმაში კი და აი მართლა ბუდაპეშტში პირველად რო ჩავედი მეგონა რომ დასავლეთში ვიყავი რა საოცრება იყო იცი რა ეკონომიურად არ იყო კარგი მდგომარეობა მაგრამ ისეთი კლუბები იყო ხა მაშინ როგორც აღარ მაინტერესებდა რა კლუბები იყო და გარეთაც ისეთი სიტუაცია იყო რომ აი ვერი ფიქრებდი რომ სოციალიზმია საერთოდ ამიტომაც მაშინ ხო ხმარობდა ეს ტერმინი იყო გულაშის სოციალიზმი და ამის შესაბამისად მე მოვიგონე და ხმარო ხოლმე ზოგჯერ რომ საქართველოში იყო მწვადის სოციალიზმი გერმანიაში ამხო შაშლიკ კომუნიზმის ხო და ასე რომ რა ქვია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩამოვედი აქ სიტუაცია იყო ძალიან სერიოზულად შეცვლილი მართლა. უკვე ამ 9 აპრილის შემდეგ უკვე ცხადი იყო რომ არანაირი შანსი რომ გადარჩეს ეს კომუნისტური რეჟიმი, რასაც ძალადობრივად შეიძლებოდა კიდე შეენარჩუნებინათ, მაგრამ არანაირი შანსი ამისი არ არის, უკვე ბევრად უფრო გაძლიერებული იყო ეს ეროვნული მოძრაობა, ფაქტობრივად ყველაფერზე შეგეძლო უკვე საუბარი, ლაპარაკი, დაბეჭდვაც უკვე და იყო აი ფაქტობრივად შემიძლია ვთქვა, რასაკვირველია ვიყავი 88-დან 99 წლის ზამთარშიაც თბილისში არ დადაგების დროს ხო და აი იმასთან შედარებითაც კი დიდი გარდატეხა მომხდარი და სრულიად სხვანაირი იყო გარემო რომელშიც ჩამოვედი და ცხადზე ცხადი იყო მე რა ქვია მეც ამდენჯერ მოხსენება გამიკეთებია დასავლეთ ევროპაში და აი სანამ საბჭოთა კავშირი დაინგრევა და მანამდე კიდე შვეიცარიაში ვიყავი და იქ მოხსენება გამაკეთებია მაშინ ახალგაზრდა სტუდენტს ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი ბერნში იყო აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტი რომელიც იყო არა მხოლოდ შვეიცარიაში კიდე ბევრი ინსტიტუტი არსებობს არამედ მთელ სოფლიოს აი აწვდიდა რაღაცა პეიპერებს ის იყო მთავარი სასწავლებელი შეისწავლებელი და ნუ აი ხა იქ დავდიოდი ხოლმე ძაღლშიათ იმიტომ ისეთ ციგნები იყო რომ მანამდე ნახე მქონდა ვიცოდი რომ არსებობდა მაგრამ აი იქ შემიძლია წამოიქცა ხო და ნუ იქ ასეთი ვებერი სოვეტოლოგები აღმოსავლეთ ევროპის სპეციალისტები იმათ ვესაუბრებოდი ხოლმე და მითხრეს რომ მოდი ერთი წაიგითხე და მაშინ თქვი რომ საბჭოთა კავშირი დაინგრევა და ნუ ეს მოხუცი სოვეტო მოგკდნენ სიცილი და ახალგაზრდა კაცმა და იცი ორ დიდ ბოძზე დგას მთელი ისა რა ქვია სამყაროს სისტემა და დასავლეთი არ დაუშვებს. მე ვთქვა დააშვებს თუ არ დაუშვებს. ჩამოინგრევა და სულ მაინტერესებს მე აი რო დაინგრა, რომ აი ეს ხალხი ასე მეტყოდა რა ქვია, რომ აი კარგი ახლა ახალგაზრდა ბიჭმა რა ქვია, რა აიცის რომ რა არის. და აი ეს ხალხი იყო, რომელსაც მართლა ბოლო წუთამდე სწამდა, რომ საბჭოთა კავშირი დაანგრევა წარმოუდგენა. ისე როგორც დღეს სწამთ, დღესაც როცა მოხსენებებს ვაკეთებ ხოლმე, თქვა ან დისკუსიაში ვიღებ უცხოეთში მონაწილეობას, ვერაფრით ვერ წარმოუდგენიათ, რომ რუსეთის იმპერია აი ამ სახით ყოველ შემთხვევაში ვერავითარ შემთხვევაში ვეღარ გადარჩება რა. რაც არ უნდა მოხდეს, რუსეთს არ უწერია კარგი მომავალი ამ სახით და აი სრულად გულახდილად შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთს უსურვებ მე კეთილი სურვილი მაქვს რუსეთის მიმართ, რომ ისეთივე დიდი კატასტროფა განიცადა რუსეთს, როგორც გერმანიამ განიცადა მეორე მსოფლიო ომში, იმიტომ რომ ეს იქნება განწმენდისკენ გზა.
რეალური კათარზისი მართლა მანდი გადის. თუ ეს კატასტროფა არ განიცა და რუსეთი ვერასოდეს ვერ ისევ ექნება ის განცდა რომ მას დიდი იმპერია ჩამოინგრა და არა ის არ ბოროტება დაინგრა, არამედ უდიდესი იმპერია ჩამოინგრა. ბოლო კითხვას დავსვავ ესეც შენის მე მგონი ყოველგვარ დროს გადავაჭარბეთ არა უშავს, მაგრამ ეს მინდა ის მნიშვნელოვანი მგონია. სადაც 2 წელიწადში ამოვლენებიდან საქართველოს გახდა დამოუკიდებელი ქვეყანა იმ სისტემამ, რა სისტემაც საბჭოთა საქართველოში არსებობდა, არჩევნები ჩაატარა, კომუნისტურმა პარტიამ წააგო, დამოუკიდებლობა მოიპოვეთ. აი, ბევრი გარე ფაქტორი იყო, ის ჩარხი რო უკუღმა დატრიალდა ამ მომენტიდან. და ამ გარე ფაქტორებზე ხო ყველას ვიცით, ხო, რა იყო რაღაც უსული ჩარო. შენი აზრით გარე ფაქტორების გვერდზე გაწევით. შეგვეძლო გაგვეკეთებინა რამე იმისთვის და იყო თუ არა შანსი ამის აი ამ პერიოდში. შენ რომ ჩამოხვედი იქიდან და აი დამოუკიდებლობის გამოსვლა და იყო თუ არა რეალურად შანსი იმის რომ აი ეს ჩარხი ესე არ დატრიალებული იყო და სხვა გზით წავსულიყავით. აი რაღაცა ისევ ბატონი აკაკის ახსენდება და იგივე სახალხო ფრონტი რომ ჩემი აზრით ძალიან დიდი შესაძლებლობა იყო რომ ის დავკარგეთ. იყო რასაკვირველია, უთხოვოდ იყო რომ საერთოდ ქართულებს რო კონდეს დიალოგის კულტურა. დიალოგის კულტურას და საერთოდ დისკუსიის კულტურას დიდი როლი აქვს აი განვითარებულ საზოგადოებებში. ჩვენთან ეს კულტურა დღესაც ხედავთ, არ არის. და ვფიქრობ აი მშვიდობიანად რაღაცა კონსენსის მიღწევა, საუბარი, დათმობების გაკეთება რასაკვირველია ძალიან მნიშვნელოვანია. არ გვაქვს ამისი კულტურა და ეს ყველაფერი გადაიზარდა იმაში, რაც საქართველოში მოხდა და კატასტროფას პრინციპში ჩვენ განვიცადეთ. მადლობა ლაშა. მადლობა ძალიან საინტერესო საუბრისთვის. მადლობა კიდევ ერთხელ დაპატიჟებისათვის და მადლობა მაყურებელსა და მსმენელს. რომელიც მედია მოგვისმენა ბოლომდე. აუცილებლად დარწმუნებული ვარ მოусმენდნენ, იმიტომ რომ ხო, ყოველთვის საინტერესოა ყველაფრის გახსენება ერთ კონტექსტში, ცხრაპლზე საუბარი, მაგრამ ეხლა ჩვენ მოусმენთ, ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო ერთი ადამიანის, რომელიც ბევრი რამ ნახა იმ პერიოდში, იმ თვალით დანახული ეს ამბები და ჩემთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ამიშებს საქართველოს ამის გვიჭირს, რომ რაღაცა აი სხვადასხვა ისტორიული მომენტების დანახვა აი ამ სხვადასხვა ინდივიდუალურ პერსპექტივებიდან რა. იცი, ყოველთვის სუბიექტურია რასაკვირველია ინდივიდუალური პერსპექტივა, მაგრამ დასკვნებისმება გამოიწვია. ხო, რასაკვირველია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. ამით მე-13 ეპიზოდი დერეფნისა დავასრულეთ. მადლობა რომ გვიყურეთ, მადლობა რომ გამოგვიწერდით, ან უკვე გამოგვიწერდით, ან ეხლა გამოგვიწერთ და გახდებით ჩვენი subscriber-ი, დაალაიქებთ ამ გვერდს. მადლობა ამისთვის, მომავალ კვირამდე გემშვიდობებით, ამით მე-13 ეპიზოდი დასრულებულია.